თვითონ მაყურებლებო და მსმენელებო, დღეს შემოგთავაზეთ ბლავატსკაიას ნაშრომის თარგმანს საიდუმლო დოქტრინა. ხო, ჩვენ პროლოგს ვამთავრებთ. ხო, 1-2 ფურცელი დარჩა. მე მსხვილად მაქვს დაწერილი, ამიტომ რომ სხვა თუ დაწერდა ეს იქნებოდა 1 ფურცელი. ფართოდ მაქვს დაწერილი, ხო? ხო. 2 ფურცლის შემდეგ იწყება სტამცები, ეს არის პროლოგის პირველი 2 ფურცელი იქნება პროლოგის დასასრული. ამიტომ მე ხარ დავიწყებ. ხო, ჩვენ ვიყავით მესამე ფურცლები, მე მაქვს დანომრილი. მე-60 ფურცელზე გავჩერდი. პირველ მხარეს, ფურცლის წინა მხარეს, თითქმის 1 წერანდება დარჩენილი. ხო, და დავიწყოთ. რადგან თუ ის არის აბსოლუტის მდგომარეობისა პერსე, მაშინ ის ვერ ფლობდეს იქნება არც ერთი სპეციფიკური ატრიბუტებით, რომლებით ჩვენ სარგებლობთ საგნების აღსაწერად დადებით ტერმინებში. ესე იგი, ეს მდგომარეობა შეიძლება იყოს წარმოდგენილი მხოლოდ უარყოფებით ყველა იმ რუსული სიტყვა აქვს, от влечение, სიტყვა влечённость არის სიტყვისგან ზა влечение. ესე იგი, მიმზიდველობის, ხო? შეიძლება იყოს, ესე იგი, ეს მდგომარეობა შეიძლება იყოს წარმოდგენილი მხოლოდ უარყოფებით ყველა იმ მიმზიდველობის დველობების მიუხედავად. ხო, ასე სჯობს. სხვა ამას ახსნა არა აქვს. ატრიბუტებთან, ხო, რომლებსაც ადამიანი უფრო გრძნობს, ვიდრე სუბტება მათ. შეიძლება ის ვერ ხედავდეს, ესე იგი, ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ადამიანი ვერ ხედავდეს ატრიბუტებს, ეგრეთ წოდებულ ატრიბუტებს. მაგრამ ის გრძნობდეს. ხო, მაგალითად შედარებას შევადარებ ყნოსვას. ჩვენ შეიძლება იმ მომენტში ვერ ხედავდეთ დაუშვათ ყვავილებს, მაგრამ ჩვენამდე მოდიოდეს ყვავილების სურნელი. ან გაზაფხულზე, როდესაც ყვავის ხილის ხეები, ჩვენ შეიძლება ახლოს ვერ ხედავდეთ ვერცეთ ხილის ხეს, მაგრამ ჩვენამდე მოდიოდეს არომატი მსხლის ხისა, ვაშლის ხისა, ან ციტრუსების ყვავილის არომატი. აი, ამდაგვარი ხდება. ჩვენ შეიძლება ატრიბუტებს ვერ ხედავდეთ, ვერ ვამჩნევდეთ, მაგრამ ჩვენ მათ გრძნობთ. ხო, ამიტომ ამბობს ბლავატსკაია, რომ მიუხედავად მიმზიდველობის ატრიბუტებისა, რომლებსაც ადამიანები უფრო გრძნობენ, ვიდრე ჩნდებიან მათ. კონკრეტულად ახლა მე შეიძლება შეცდომი დავწერო, მაგრამ მე ყოველთვის ვასწავლებ, როდესაც ვიდეოს ვწერ. ესე იგი, ეს როგორც შორეული საზღვრები, რომლებიც მისაწვდომია,
მისი ცნობიერების სიძლიერის მიუხედავად. ხო, მაგალითად ჩვენ ვიცით, მაგალითად ჩვენ საზღვართან ვიცით რა ქვეყნები არიან განლაგებული, მაგრამ ჩვენ ხო მაგათ ვერ ვხედავთ შორიდან, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ისინი არსებობენ, ხო? სტანცი მეორე აღწერს, მე ამ სტანცის მნიშვნელობას თქვენ აგიხსნით, როდესაც მივუდგებით ამ სტანცებს, თუ რას ნიშნავს. ხო, ახლა არც კი მიახლოებით კი მახსოვს რას ნიშნავს, მაგრამ მოდით ნუ მეცამერე ვატვინი და თქვენს. სტანცი მეორე აღწერს სტადიას, რომელიც დასავლური ტვინთან ისე ახლოა თავის იგივეთობაში, სტადიისაკენ, რომელიც ახსენებია პირველ სტანცში, რომელიც მოითხოვდა მთელ ტრაქტატს ამ განსხვავების იდეის გადაცემას. ამიტომ ეს უნდა იყოს წარმოდგენილი ინტუიციისთვის და მაღალ უნარების მკითხველისა, რომ გაიგო მას რამდენად შეუძლია გაიგოს აზრი ალეგორიული მომხმარებული წარმოთქმებისა, რასაკვირველია უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ეს სტანციები მოუხმობენ მეტად შიდა თვისებებისაგან, ვიდრე ჩვეულებრივ გაგებამდე ფიზიკური ტვინის მიერ. სტანცი მესამე აღწერს სამყაროს გამოღვიძებას სიცოცხლისაგან პროლაიას შემდეგ. ის აღწერს მონადები დავწერე, მონადები, ნუ კაი მონადები იყოს ქართულად, მანადე რუსულად, მონადების გამოვლენას ერთობის შიგ შთანთქმის მდგომარეობასთან გამომდინარე. ყველაზე ადრინდელი და სტადიაში სამყაროების შექმნის პროცესში ტერმინი მონადა ან მანადა რუსულად შეიძლება ესნაირად გამოყენებადი იყოს მზის სისტემის მიმართ და პატარა ატომის მიმართაც. სტანცი მეოთხე მოგვითხრობს სამყაროს ნაყოფის დიფერენციაზე შვიდიან შვიდიან გაცნობიერებული იერარქიაში ღვთაებრივი ძალებისა, რომლებიც არიან ერთიანი უმაღლესი ენერგიის საქმიანი გამოვლენები. ისინი არიან შენებლები, ბაიეტელი, ანუ მებრძოლეები, ხო, და მებრძოლეები, და ბოლოს შემქმნელები მთელი გამოვლენილი სამყაროსი ერთიან ასრში, რომელსაც დასახელება შემქმნელი მისაცდომია გაგებისთვის. ისინი ადიდგულებენ და მიმართავენ მათ. ისინი არიან გონიერი აოსები, რომლებიც ეთანხმებიან და აკონტროლებენ ევოლუციას, ხიერებენ თავის თავში იმ გამოვლენებს ერთიანი კანონისა, რომლებიც ცნობილია ჩვენთვის როგორც ბუნების კანონები. საგვარეულო კავშირში ისინი ცნობილები არიან როგორც თხია
კოგანები, არქანგელოზების, თუმცა ყოველს სხვადასხვა ჯგუფებიდან აქვს თავისი დანიშნულება საიდუმლო დოქტრინასი. თავისი დანიშნული საიდუმლო დოქტრინა. ამ სტადიაზე ევოლუციისა ინდუსების მითოლოგიაში ამბობენ როგორ ღმერთების ქმნილებაზე. სტანცი მეხუთე აღწერს სამყაროს შექმნის პროცესს, ჯერ გაფანტული კოსმოსური მატერია, შემდეგ ცეცხლოვანი ქარიშხალი. პირველი სტადია ნისლიანობის შექმნისა. ეს ნისლიანობა სრულდება და ტრანსფორმაციის პირადი სტადიები ქმნიან შემთხვევიდან გამომდინარე ან მზის სამყაროს პლანეტარულ ჯაჭვს ან ერთი პლანეტას. სტანცი მეექვსე მიანიშნებს შემდეგ სტადიებს ერთ-ერთი სამყაროების შექმნაში და ამთავრებს აღწერას მასეთი სამყაროს ევოლუციისა მეოთხე უდიდესი პერიოდამდე თითქმის, რომლებიც ექვემდებარება ეპოქას, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ ახლანდელ დროში. სტანცი მეშვიდე აგრძელებს თხრობას მთელი მოვლენის განმავლობის დაწყებაზე სიცოცხლის შექმნიდან თვით ადამიანის შექმნამდე. ამით თავდება საიდუმლო დოქტრინის პირველი წიგნი. ადამიანის განვითარება იმ მომენტიდან, როდესაც ის გაჩნდა ამ მიწაზე ახლანდელ წრეში და მდგომარეობამდე, რომელშიც ჩვენ ხედავთ მას ახლა შექმნის მეორე ტომის თემას. სტანცები, რომლებიც შეადგენენ ტეზისებს ყოველი განყოფილებისა, მოცემულია მათთან ამავე დროს ვერსიაში, რადგან უაზრობა იქნებოდა საქმის გართულება წიგნისა არქაიკული ფრაზეოლოგიით, ორიგინალისა, მისი სტილის და სიტყვების შესვლით. ამონაწერი გაკეთებული ჩინური, ტიბეტური და სანსკრიტული თარგმნებიდან ორიგინალური სენზარული კომენტარებიდან და ახსნებიდან წიგნები ძიანიდან პირველად გამოცემული ევროპულ ენაზე თითქმის ზედმეტია ამტკიცო, რომ აქ მოცემულია მხოლოდ ნაწილი მეშვიდე სტანციისა, თუ ისინი დაბეჭდილია სრულიად, ისინი დარჩებოდა გაუგებარი ყველასთვის, მხოლოდ რამდენიმე მაღალი ოკულტისტების გამონაკლისით, აგრეთვე ზედმეტია კითხველების დარწმუნება, რომ ავტორი ან უფრო სწორად თავდაბალი დისკას ესმის უკეთეს აკრძალული გვერდები, ვიდრე უმრავლესი მიძღვნილებისა იმისთვის, რომ გავაადვილოთ კითხვა და გამოვითხოვოთ ძალიან ხშირი სილკები, ანუ მინიშნებები. მინიშნებებზე იყო გადაწყვეტილი შეგვერთებინა ერთად ტექსტი და ახსნა და აგვერჩია სანსკრიტული და ტიბეტური სახელობითი სახელების გამოყენება ყოველ ჯერზე, სადაც ისინი ვერ აცდებოდნენ ამას, ვიდრე როგორ ტერმინების მიცემა, მით უმეტეს, რომ მითითებული ტერმინები არის მიღებული სინონიმები, მით უმეტეს ბოლო გამოიყენება მასწავლებლის და მის მოწაფეებს შორის. თუ ჩვენ ვთარგმნით რუსულ ენაზე და სარგებლობდით არსებითი სახელით და ტექნიკური ტერმინებით,
გამოყენებული ერთ ტიბეტურ და სენსარული ტექსტებში მას პირველი ლექსი იკითხებოდეს იქნება ასე. ინგლისური ლათინური ასოებია ზო ოკ ლ ში დუა სპალო დუა სპალო შვიდი ხორიო ზოდიმა ნაშიბა ყველა ნგუკ ლონო კონ ხოგ არა ძან კამ არა ლხა ხოხან არა ტემბრელ ხუგნუი არა დრამ თხარ მაკ ბია შეწყდა და ასე შემდეგ. ეს ისმოდეს იქნება აბრა და კაბრის მაგვარად, რადგან ეს ნაშრომი დაწერილია ოკულტიზმის შესწავლებლებისთვის მათ გასაცნობიერებლად. ხო, ესე იგი ეს საიდუმლო დოქტრინა დაწერილიაო მათთვის, ვინც სწავლობს ოკულტიზმს, რომ გაეცნო მათ გასაცნობიერებლად და არა ფილოლოგებისთვის დატოვებული და არა დატოვებული ფილოლოგებისთვის, ხოლო ინტერნეტი, რომელიც ხოლო ინტერმინები მაპატიეთ, ხოლო ის ტერმინები, რომლებიც გადათარგმნა შეუძლებელია, გაუგებარია, თუ მათი მნიშვნელობა ჯერ არ არის ახსნილი, ან ვერ მოძებნეს მათი ახსნა, მაგრამ ყველა ამ დაგვარი განსამარტებელი გადმოცემულობა მათ სანსკრიტული ფორმაში. ზედმეტია შეხსენება მკითხველებისთვის, რომ ეს ტერმინები ყოველ შემთხვევაში არის მოგვიანებითი განვითარება ამ ენისა დაეკუთვნის მეხუთე ძირ რასას. სანსკრიტი მასეთ ან როგორც იციან ახლა სანსკრიტი მასეთან როგორც იცნობენ ახლა არ იყო ატლანტური ენა და უმრავლესი ფილოსოფიური ტერმინები, რომლებიც იყო მოხმარებაში ინდოეთის სისტემაში მაჰაბჰარატას პერიოდში ვერ მოპოვილი ვედებში აგრეთ ვთქვათ, ისინი არ ხვდებიან ორიგინალურ სტამცებში, მაგრამ მხოლოდ მათი ეკვივალენტები. მკითხველს, რომელიც არ არის თეოსოფი, ვიწვევთ მიიღოს შემდეგი როგორც ჯადოსნური ზღაპარი, თუ ის მოისურვებს. უკეთეს შემთხვევაში დამტკიცებული როგორც ოცნება მეოცნებისა უარეს შემთხვევაში კი როგორც დამატებითი ჰიპოთეზა ყველა მრავალრიცხოვანი სამეცნიერო წარსულის ჰიპოთეზების მიმართ. უпростоრად ყველა მრავალრიცხოვანი სამეცნიერო წარსულის ახლანდელი და მომავლის ჰიპოთეზების მიმართ, რომლებიცგანაც ზოგი აფეთქებულია, ზოგი კი იმყოფებიან მაგის ლოძინში. ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლებად სამეცნიეროა ვიდრე სხვები. ეგრეთ წოდებული სამეცნიერო თეორიები და ყოველ შემთხვევაში უფრო ფილოსოფიური არიან და ახლოს არიან ჭეშმარიტებასთან. იმის გამო, რომ მრავალი კომენტარების საჭიროებისა და ახსნებისა მინიშნებები
ნიშნებზე აღნიშნულია ჩვეულებრივი წესით მაშინ, როგორც ფრაზები, რომლებიც საჭიროებენ ახსნას, დანიშნულია ასოებით, დამატებითი მასალა იქნება ნახული თავებში სიმბოლიზმზე, რომლებიც ხშირად რუდამიტოვებია. რომლებიც ხშირად მდიდარია მონაცემებით ვიდრე კომენტარებით. ხო. ნაწილი პირველი, კოსმოსური ევოლუცია სიტყვით ნახავ ახლა და შეიძლება მე ხო, კარგი. შესაბამს გავაკეთებ მე და შემდეგ ვიდეოში გავაგრძელებ სტანცი პირველიდან. შემდეგ ვიდეოში გავაგრძელებ კითხვა სტანცი პირველიდან. ახლა მოდით აქ ლექსია მოყვანილი. მე ძალიან ცუდი თარგმნილა ლექსის. არა, ზოგჯერ გამოდის რიფულა, ზოგჯერ არ გამოდის, მაგრამ ეს არ არის ბრევის ლექსი, ასე რომ მაინც ცადე. ნაწილი პირველი. თუ ვიდეოში, შემდეგ ვიდეოში იქნა ეს. არა, მოდით ლექს აქ ვიტყვი. ნაწილი პირველი. კოსმოსური ევოლუცია. 7 სტანცი, წიგნი ძიანიდან და კომენტარები კოსმოსური ევოლუცია სტანცები ძიან. ლექსი. ეთიტოთ არაფერი არ არსებობდა. არც ნათელიცა, არც სიდიადე სახტენისა. ამ შემთხვევაში სახტენი არის სვოდ რუსულად. ხო. და მე გადავთანე როგორც სახტენი. ხო. მოდი თავიდან დავიწყოთ. არაფერი არ არსებობდა. არც ნათელიცა, არც სიდიადე სახტენისა, რომელიც დედამიწას ფარავდა, მას რა ფარავდა ყველაფერს, რა ელოდებოდა, რას მალავდა, იყო თუ არა ის წყლების უძირო სიღრმეები, არ არსებობდა, არც სიკვდილი და არც უკტავება? არ არსებობდა? არ იყო საზღვრები დღის და ღამის შორის, მხოლოდ ერთიანი თავის სუნთქვაში ჩასუნთქვის გარეშე და არაფერ სხვას არ ქონდა ყოფა. სიბნელე მეფობდა და ყველაფერი იყო საწყისიდან დაფარული სიბნელის სიღრმეებში უსაზღვრო ოკეანისა. ემბრიონი ნაჭუჭში მოთავსებული ალის ცეცხლის მოქმედების ქვეშ ბუნებისაკენ შემობრუნდა ის, ვინ შეიცნო საიდუმლო, ვინ გაგვაგებია ამაზე, საიდან არის ეს ქმნილება მრავალნაირი, თვით ღმერთები დაიბანდნენ მოგვიანებით, ვინ იცის საიდან მოვიდა ქმნილების სიდიდე, ის საიდან არის სიდიდე ქმნილებისა, საიდან გაჩნდა, ნებამ შექმნა მისმა იგი თუ ის იყო უსიტყვო, უდიდესი ნათელხილველი ცის კენჭეროებზე. შენ მან იცის, მაგრამ შეიძლება რომ მან არ იცოდეს, როდესაც მზერას ჩაყვინთავ მარადისობაში. გონების დედის ფუძის საზღვრებს იქით. შენ იყავი და აი, როდესაც მიწისქვეშა ცეცხლი გამოტეხავს თავის ციხეს და ანადგურებს კედლებს, შენ მაინც იქნები იმათ, ვინც საწყისში იყავი, დროის მიღმა, შეუცვლელი, უსაზღვრო ფიქრებო, ღვთაებრივი მარადისობა. ხო, ეს არის ეს ლექსი რიგვედიდან თარგმნა. არ ვიცი საიდან თარგმნა კოლ ბრუკისმა. მე მგონია გამომივიდა რიფულად.
კარგით, მოდით ამ ნოტაზე შევჩერდეთ და შემდეგი ვიდეოდან უკვე დავიწყებთ ჩვენ სტანცების კითხვას. ახლა აღნიშნა მე რომ არ დამავიწყდეს. დროებით